მოგესალმებით, როგორ ხართ? მოდი ნახოთ სექტემბრის თვის ტაროს პროგნოზი რა არის თქვენთვის. უყურეთ ახლა ბედის წერა. გიმზადებს სიურპრიზს შენ საყვარელ ადამიანთან ერთად. და ბედის წერის სიურპრიზი არის ის, რომ შენ უბრალოდ ძალიან მაგრად იქნები შენ საყვარელ ადამიანთან ერთად. მასთან ერთად ძალიან კარგ შემოდგომას მოიწყო. შენს ემოციებში ძალიან სწორი ადამიანი მოვა. ენერგეტიკულად ძალიან კარგ და სწორ ბალანსში იქნებით, მაგრამ ბუმერანგი დაგიბრუნდება როგორც გითხარით ის სამყაროსგან, რომ მე რაღაცნაირად შენისევდების გამო, რომ ისევ შენ თავს არ ექცეოდი სწორად, რაღაცნაირად დაგიბრუნდება ცოტა ისე, რომ ცოტა მოდეპრესიო ქმედებები იქნება დასაწყისში, მაგრამ შენ საყვარელი ადამიანი როდესაც გამოჩნდება შენთან, შენ უფრო კარგად იქნები ვიდრე ოდესმე. შენ იმაზე კარგად იგრძნობ თავს ვიდრე ოდესმე. ასევე სექტემბრის თვე მოგიტანს იმას, რომ საკუთარ თავთან მზის ენერგიებში, ბავშვურ სილაღეში გადახვალ და შენ ცხოვრებაში საინტერესო და საუკეთესო მოვლენებით ახსავსე პერიოდი იქნება. შენ დაიწყებ იმის ძიებას, რომ რა გააკეთო, რა სიახლეს შესწინო საკუთარ ენერგიებს, რა გააკეთო იმისთვის, რომ წარმატებული იყო, რა ქნა იმისთვის, რომ საინტერესო შემოსავალი და რაღაცნაირად ემოციური ფაქტორები დააბალანსო. შენ თავთან იქნება ძალიან ბევრი სიახლე, ფინანსური კეთილდღეობის მხრივ, ემოციური ბალანსის მხრივ, საინტერესო შემოთავაზებები იქნება და არ ვიცი, ვინმე ინფლუენსერი რომ მიყურებთ, რაღაც თქვენზე აქცენტი ძირითადად ამ ენერგიებში, რომ ბევრ შემოსავალს დააგროვებთ სექტემბრის თვეში თქვენივე წარმატებიდან გამომდინარე და რაღაცა ინფლუენსერებზე მომდის ენერგია. ასევე თუ თქვენ რაღაცნაირად აქამდე გქონდა ცოტა დაუბალანსებელი პერიოდი, ძალიან კარგად განხორციელდება სექტემბრის თვე და გპირდებათ იმას, რომ რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ სტრესული იქნება და რაღაც ცოტა რთულის, ძალიან კარგად დაგვირგვინდება და თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერ შეგრძნებებში გადახვალთ. რაც მთავარია, უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ბევრი არის შრომა და ნაკლები შრომა დაუთმოთ რაღაც საქმეებს და უფრო მეტი აქცენტი სექტემბრის თვეში უნდა დაეთმო საკუთარ თავს, საკუთარ ენერგიებს. ტარო გაფრთხილებთ, ნუ გავიწყდებათ თქვენი თავი, იმიტომ რომ როდესაც თქვენი თავი გავიწყდებათ, ამ დროს თქვენ სამყარო გიყურებთ როგორც უსამართლო ადამიანს საკუთარი თავის მიმართ. ამიტომ ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი თავისთვის უპირველესი და უკარგესი არის ის, რომ კარგად მოეპყრო საკუთარ ენერგიებს და ენერგეტიკულად რაღაცა სწორ ემოციებში ვიბრირებდე და სწორი ემოცია არის ის, რომ შენ საკუთარ თავს დაუთმო ბევრი დრო. ეს მოგიტანს წარმატებას და იმ ბედნიერებას, რომელიც გასაღები იქნება იმ სისრულის და იმ რაღაცა სიამაყის, რომელიც საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიებამდე გაგიყვანს და შენ უბრალოდ საუკეთესო ენერგიებში ილიულივებ. ასევე სექტემბრის თვე მოგიტანთ იმას, რომ გრძნობებს უფრო ნაკლებ დაყვებით და გონებას მოუქმობთ და თქვენი მთელი ემოცია იქნება დათმობილი თქვენს სწორ რესურსზე. ზოგჯერ ადამიანებს ავიწყდებათ ის, რომ როდესაც არასასიამოვნო, არასასურველ რაღაცებზე ფიქრობთ, მე უკვე წარმატებაზე ფიქრი გიჭირთ, იმიტომ რომ თქვენი რესურსი არასწორად ხმარდება კონკრეტულ მომენტებს. ამ დროს როდესაც სტრესს ახარჯავ ხელა ემოციას, შეგიძლია რომ წარმატებას დაახარჯო ამ ხელა ემოცია. ამიტომაც თქვენი სტრესი გარდაქმნით თქვენს ძალად, რადგან თქვენი ემოციები სწორად ვიბრირებდეს სამომავლოდ წარმატებაში. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებას გისურვებთ ყველა საქმეში. შვიდა ბიღამეს გისურვებთ.